ის ასეთი მაგარია? გამარჯობა, გელია. ჩემთან ერთად სასადილოში წამოხვა. უბრალოდ იჩქარე, გაკვეთილი მალე დაიწყება. უჩემოდ წადით, დაკავებული ვარ. რას აკეთებ ტელეფონში? იქნებ ვინმე ბიჭზე მესიჯება. არავის არ მესიჯები, უბრალოდ მაგარი თამაში ვიპოვა. რაღაც საღლი მაგარია. ხო, რაღაცნაირია. შეხედეთ, რისი გაკეთება შეუძლია? ჰეი, ბენ, რას ფიქრობ, სასადილოში უნდა წავიდე? კი. ვა, წავიდეთ სასადილოში. ბოლოს და ბოლოს. პირდი კაფეტერიაში მოდიხარ? თქვენ წადით, ტელეფონში ბენს დავაყენებ და მოვალ. კარგი, როგორც გინდა. უცნაურია, რომ კიტი არ მოვიდა სასადილოში, ის ძალიან მშიერი იყო. ალბათ ბენს ეთამაშება. ეს თამაშიც არ არის, რა არის ამაში განსაკუთრებული? ეს თამაში უბრალოდ ძალიან დამოკიდებულს ხდის. ჩემი აზრით სისულელეა. თავიდან მეცაზე მომეჩვენა, მაგრამ საინტერესოა. უნდა გავაფრთხილოთ კიტი, რომ ძალიან არ ჩაითრიოს ამ თამაშმა. დაივიწყე, ჯობია გაკვეთილისთვის მოვემზადოთ. ბენ, შენ გქონია, რომ ყველაზე პოპულარული გოგო ვარ კლასში? კი. სულელური კითხვა, ეს ისედაც ვიცოდი. ბენ, მეთანხმები, რომ გელია ზედა საშინელია? მეთანხმები. მაგარი თამაშია, არ მეგონა ესე თუ მომეწონებოდა. ბენ, ძალიან მაგარი ხარ. შენც. რა, მელაპარაკები? ეს ერთგვარი ხუმრობაა? აქ რატო შემორჩი? წამოდი, გაკვეთილი იწყება. გამოიცანი, ბენი მელაპარაკება. ხო, ამაშია მთელი ხუმრობა, ის შენს სიტყვებს იმეორებს. უბრალოდ სასაცილო ხმით. არა, არ იმეორებს. მელაპარაკება. ეს თქვენ მეხუმრებით? მეტი საქმე არ მაქვს. თუ ეს ხუმრობა არ არის, მაშინ როგორ მელაპარაკება? დაივიწყე, უბრალოდ მოგეჩვენა. ალბათ მართალი ხარ. მოდი ხარ კლასში? ცოტა ხანს კიდევ დაველაპარაკები ბენს და მერე მოვალ, როგორც გინდა. ბენ, გავაგრძელოთ? სად არის კიტი? გამოიცანი აბა, როგორც ჩანს იმ თამაშს მიეჯაჭვა. ზის და თვალს ვერ აშორებ. იქნებ ეს თამაში ისე ხდის დამოკიდებულს, რომ გარესამყაროს სრულიად ივიწყებ. მაშინ ასე გაკვეთილი დავიწყოთ. დავალება მოამზადეთ? დიახ. ჯერ კიტისგან დავიწყოთ. მას ძალიან დაბალი ქულები აქვს. სად არის კიტი? დღეს არ არის სკოლაში. მას ცოტა დააგვიანდება. კარგი, ბენ, კლასში უნდა წავიდე, ნახვამდის. არ წახვიდე. ნამდვილად არ მომესმა ეს მართლა თქვა. ნუ გეშინია, მე შენი მეგობარი ვარ. როგორ ლაპარაკობ? ვინ ხარ შენ? მხოლოდ მეგობრებს ვესაუბრები, ძალიან კარგი გოგო ხარ, შენთან მეგობრობა მინდა. რატომ უნდა ვენდო რაღაც ძაღლს ტელეფონში? მე და შენ მეგობრები ვართ. ო, კარგად შევეწყვეთ. მე და შენ მეგობრები ვართ. მე და შენ მეგობრები ვართ. მე და შენ მეგობრები ვართ, მეგობრები. ვერ გავიგე, რატომ არ მოდიხარ კლასში? ზარი არ დაირეკა? გესმის? სწრაფად კლასში. ერთ წუთში საზმაგიდასთან იჯექი. კარგი, მასწავლებელი უკვე გამიფრესდა, წავედი კლასში. გაკვეთილები უსარგებლოა, რაში გჭირდება სწავლა? არ წახვიდე, აქ იჯექი. მართალია, რაში მჭირდება სწავლა? ცოტა გავერთოთ. როგორ? ნახოთ რა დევს შენი კლასელების კარადებში. არ მგონია მათ ეს მოეწონოთ. რაში გვაინტერესებს, ვის მოეწონება, მთავარია გავერთოთ. მართალი ხარ, წამოდი. მაშასე, ეს არის გელიას კარადა. აბა, ვნახოთ რა დევს შიგნით. აი, პირადი დღიური ვიპოვე. სწრაფად წაიკითხე. მაშ სად არის კიტი? იქნებ რამე დაემართა და ვერ მოვიდა. ის კარგად არა უნდა მოსულოდა. როგორც ჩანს, გაკვეთილის გაცდენა გადაწყვიტა. გოგოებო, წადით და მოიყვანეთ ის. წავიდეთ. მოდი, წავიკითხოთ და მისი საიდუმლოები გავიგოთ. არ შევიძლია, ეს არ არის სწორი. საინტერესო იქნება, ნუ გეშინია, მიდი. თუ შენ ესე გინდა, კარგი. აი, სათყოფილ ხარ. რას აკეთებ? ეს გელიას კარადაა. ჩემს დღიურს კითხულობ? მე უბრალოდ არ მჯერა, რომ ეს გააკეთე. ბენმა ვთხოვა ამის გაკეთება. ბენი, ტელეფონიდან? ხო, მას თავად კითხეთ. სულელი გონი ვარ? ბენ, უთხარი მათ. ბენ, უთხარი მათ. ბენ, მიდი ისე ელაპარაკე გოგოებს, როგორც მე მელაპარაკებოდი. ბენ, მოდი ისე ელაპარაკე გოგოებს, როგორც მე მელაპარაკებოდი. გონი ავადა. ავად არ არის, უბრალოდ ასე თავის დაღწევა უნდა. მაგრამ ეს სიმართლეს ვამბობ. შემდეგ ჯერზე რამე უკეთესი მოიფიქრე. ამას შენგან არ ველოდი კიტი. გოგოებო,
უნერვიულობ. ბენ, გოგოებს რატო არ დაელაპარაკე? არ მინდა მათთან საუბარი, მე მხოლოდ შენთან მეგობრობ. ამის გამო მეგობრები გამიბრაზდნენ. ისინი შენი მეგობრები არ არიან. ამას რატომ ამბობ? მეგობრები დაგიჯერებდნენ. ხო, მართალი ხარ. დაივიწყე ისინი, ჩვენ ვიმეგობროთ. მართალი ხარ, ისინიც მეგობრები არიან რა. აბა გადაშალეთ რვეულები. გამოჩნდი, კიდევ ერთი ესეთი ხუმრობა და დირექტორის კაბინეტში შევხვდებით. რა თავხედი მასწავლებელია? იტი, რა თქვი? მე ჩუმად ვიყავი. ყველაფერი გავიგონე, კიდევ ერთი ესეთი ხუმრობა და დირექტორთან წახვალ. ბენ, ჩუმად ლაპარაკი არ შეგიძლია? ვის ელაპარაკები? ის ტელეფონში არსებულ აპლიკაციას ელაპარაკება. ეს მხოლოდ აპლიკაცია არ არის, ბენი ცოცხალი და რეალურია. სულ გაგიჟდი? ტელეფონის გამოყენება კლასში გეკრძალებათ, სწრაფად გადადე გვერდზე. არ გამთიშოთ, ხო? რაბატი უნდა წავიდე, თორემ მასწავლებელი მომკლავს. ამას ნუ გააკეთებ, თორემ მინანებ. მე მუქრები? არა, მე უბრალოდ ძალიან მარტო ვარ. კარგი, არ გაგთიშა, უბრალოდ ჩანთაში ჩაგაგდებ, შევთანხმდით? კარგი. ჩადო ბოლოს და ბოლოს ტელეფონი, შემიძლია გაკვეთილი დავიწყო? დაინახე, მგონი მართლა ბენს ელაპარაკებოდა. ის უბრალოდ ვიღაც ბიჭს ესაუბრება ტელეფონზე. ის მართლა უცნაურად იქცევა, მხოლოდ ბენზე გვესაუბრება. დაივიწყე ხვალის, დაივიწყებ სამ თამაშს. გოგოებო, თქვენც ხომ არ გინდათ ჩემი გაბრაზება? რა თქმა უნდა, არა. ბოდიში. არ მოადგენ თქვენი საშინაო დავალებები. ჯანდაბო, სად არის ჩემი რვეული? აქ ყოფილა, მეგონა დამავიწყდა. მაშასა, გელა, ოჩახ. ალისა, ოჩახ. კიტი. ეს რა არის? რა მოხდა? ყველაფერი სწორად გავაკეთე. ეს რა არის? ეს მე არ გამიკეთებია. შენი რვეულია. დღეს ჭკუიდან გადამიყვანე. საშინაო დავალებებზე ცუდ ქულას დაგიწერ. ქალბატონო ნიკა. არანაირი ქალბატონო ნიკა, მთელ რვეულს გადაწერ და მერე მოხვალ. გაკვეთილი დასრულებულია. ბენ, ჩემი გესმის? რატომ ხარ მოწყენილი? ვერ ხვდები რა დაემართა ჩემს რვეულს. შენმა მეგობრებმა გადაწყვიტა შურისძიება და რვეული გაგიფუჭეს. ამჯერად ჩვენ ვიჩხუბეთ, მაგრამ ამას ისინი არ გააკეთებდნენ. დაფიქრდი, კიდევ ვის შეეძლო ამის გაკეთება? იქნებ ეს შენი ყავი. მე ტელეფონში ვარ და შენი მეგობარი ვარ. ამაზე ვერ შეგეკამათები. კიტი, კარგად ხარ? სუდად, მასწავლებელმა ცუდი ნიშანი დამიწერა. ბედნიერი ხარ? რატომ უნდა ვიყო ბედნიერი? არი ნერვიულო, გამოასწორებ. ჩემი საშინაო დავალების რვეული თქვენ გააფუჭეთ, არა? რა თქმა უნდა, არა, ამას როდის გავაკეთებდით, დაფიქრდი. სანამ ბენს ვეთამაშებოდი, თქვენ გამიფუჭეთ რვეული. ეს საერთოდ რატომ იფიქრე? ბენმა მითხრა და მე მჯერა მისი. შენ უკვე გაჭედილი გაქვს შენს ბენზე. სულ გაგიტაცა, მოდი წავშლი საერთოდ. გასაკეთებ, ეს ჩემი ტელეფონია. არ მოგცემ. დამიბრუნე. გოგოებო, ჩხუბობთ? ის ცდილობს ბენს დამაშოროს. ამ აპლიკაციამ სულ გაასრულა ის, უნდა წაშალოს. არც კი სცადო. თუ აპლიკაცია მისთვის ესეთი ძვირფასია, მაშინ ითამაშოს. ის მაინც დაგვიბრუნდება ბოლოს. თქვენ მე აღარ მჭირდებით, ბენი თქვენზე უკეთესია. წავედით. მოუშორდეთ ამ გიშქალს. ბენ, კარგად ხარ? კინაღამ წამშალე. არი ნერვიულ ამას არ დავუშვებ. მე არ მომწონს ეს ალისა. აწყენინა. გინდა შენს გამო შურს ვიწიებ? მინდა რომ ის დაიტანჯოს. არი ნერვიულო ბენ, შენი გულის ტკივილისთვის ის ინანებს. როგორ მოგწონს? ლამაზია, სად იყიდე? იგივე გინდა რომ შენთვისაც იყიდო, არ გეტყვი. სკოლაში რატომ მოიტანე? სკოლის შემდეგ პაემანზე მივდივარ. ვისთან ერთად? საიდუმლოა, ვიცნობ მას? არ გეტყვი. მაგრამ მაინტერესებს. თავი დამანებე. საიდუმლოა. მაშასე ალისა პაემანზე მიდის. ის იქ არ უნდა წავიდეს. თუ ის წავა, მხოლოდ სხვა ტანსაცმელში. მას ასე ეკუთვნის. იცოდეს როგორია ჩემი ბენის გაბრაზება. აბა მაკრატელი სად არის?
მე მინდა რომ დამტენზე შემაერთო. ხო, მაგრამ ტელეფონი არც კი დამჯდარა. მიყვარს, როცა ტელეფონი 100%-ით დატანილია. კარგი, ახლავე დაგტენი. ღამე დამავიწყო ტელეფონის დამუხტვა. 8%-ზე დარჩენილი. მე არასდროს მავიწყდება, რადგან უტელეფონოდ თითქოს უხელოდ ვარ. მოდი TikTok-ი გადავიღოთ. ის გამოჩნდა. დაიმუხტებენ. ეი, ჩემი ტელეფონი იტენებოდა, უნდა გეკითხა. მე უფრო მეტად მჭირდება. რამდენ პროცენტზე გაქვს? 90, მე კი 8. მე მეტად მჭირდება, ბენს დამუხტვა ჭირდება. სულ გაგაგიჟა ამ ბენმა, ეს უბრალოდ თამაშია. სამაგიეროდ ის ყველაფერში მხარს მიჭერს. მე წავალ, შენ კი ჩემს ტელეფონს არ შეეხო. ტელეფონი აშკარად ცუდად მოქმედებს მასზე. მეც მგონია, რომ ყველაფერი ტელეფონის ბრალია. ავიღოთ მისი ტელეფონი და დავმალოთ, იქნებ მერე ნორმალური გახდეს. მოდი. რა ხდება? ეს ჩემი კაბაა. დაზიანებულია. გელია, როგორ შეგეძლო? ეს მე არ მიქნია. ჩემზე იეჭვიანე და ჩემი კაბა გააფუჭე. ხომწლად გაგიჟდი, ისევე როგორც კიტი? სად არის ჩემი ტელეფონი? აქ დავტოვე. გელია და ალისა, მე თქვენ გიჩვენებთ. ეხლა კაბის ფული გმართებს. ჩემგან ერთ გროშსაც ვერ მიიღებთ. ფული მოგვეცი. მიპასუხე, კაბა შენ გამიფუჭე, იცოდე ყველაფერს მასწავლებელს ვეთქვი. მასწავლებელი, ეგრევე მასწავლებელი, ჩამშვებო. ეს ახალი სვა მიყვარს, როცა ყველა ჩხუბობს. ისინი ამას იმსახურებენ. შეჩერდი, ამას არ მოგცემ. დამიბრუნე. მომშორდი ავადმყოფო. მომეცი ტელეფონი. აქ რა ხდება? სკოლაში ჩხუბობთ? ან ტელეფონი სულ გაგიჟდა. გაჩუმდით, რიგრიგობით ილაპარაკეთ. ტელეფონი მომპარეს. მოგპარეს? ეს მიუღებელია, გოგოებო, მართალია? ის ტელეფონმა სულ შეშალა. ხო, თამაშმა გააგიჟა. ჰეი, გაკვეთილების შემდეგ გავარკვევთ, რაც მოხდა, მაგრამ ახლა ტელეფონი ჩემთან იქნება. ოღონდეს არა, ქალბატონო ნიკა. არანაირი ლაპარაკი, ტელეფონი ხელს უშლის სასწავლო პროცესს. არა, ბენ. ეს ყველაფერი თქვენი ბრალია. ой. გამარჯობა, ქალბატონო ნიკა. აქ ვინ არის? ქალბატონო ნიკა, მე ვარ ტელეფონზე. ეს რა, ხუმრობაა? კიტი, გეყოფა ხუმრობები. ტელეფონს გაკვეთილის დასრულებამდე მაინც ვერ მიიღებ. მე ბენი ვარ, შემომხედე. მოლაპარაკე ძაღლი? ქალბატონო ნიკა, ვიმეგობროთ? დავმეგობრდეთ? კარგი. შეგიმჩნევია, რომ ჩვენი მოსწავლეები ძალიან ცუდად იქცევიან. ხო, მართალი ხარ. რა ხდება? სად ვარ? თავს ნუისურელებ, კიტი. თუ შერიგება გინდა, პირდაპირ გვითხარი. გოგოებო, რაზე მელაპარაკებით? როგორც ჩანს, მას არაფერი ახსოვს. მახსოვს იქ როგორ ვისხედით და გელემ რაღაც ტელეფონი მომცა, რაღაც თამაშით. ეს მართალია? ანუ თამაშმა ჩაითრია ის. კარგია, რომ ყველაფერი დამთავრდა და ბენი აღარ აკონტროლებს კიტის. ტელეფონიდან უნდა წავშალო ეს თამაში. მოდი მასწავლებელთან წავიდეთ და ტელეფონი ვთხოვოთ. მან გითხრა, რომ ტელეფონს მხოლოდ გაკვეთილის შემდეგ დაგვიბრუნებდა. ყველაფერს ავუხსნით და გაგვიგებს. ქალბატონო ნიკა, ჩვენ გვინდა რომ ყველა სწრაფად დაჯექით. გახსოვდეს, როგორ იქცევიან ისინი კლასში, დროა მასზე შური იძიო. ეს თვითონ გვინდა რომ ტელეფონი გვათხოვოთ. პირის გაღების უფლება მოგეცით? მაგრამ გაკვეთილი ჯერ არ დაწყებულა. ჯერ შესვენება. მასწავლებელი ვარ და როცა მინდა მაშინ დავიწყებ. გასაგებია? ეს რა არის? ასეთი პირველად ვნახე. ეს უნივერსიტეტში ამოსახსენი მაგალითია, ჩვენ ვერ ამოვხსნით. ეს მარტივი მაგალითია. ჯერ წერა არ დამიმთავრებია. ქალბატონო ნიკა, ჩვენ არ კიდევ ერთი სიტყვა და ყველას ორიანს დაგიწერთ. ან კლასში ჩარჩებით. დიახ, ალისა. ეს არ გაგვივლია ჯერ. არ გაგვივლია, მაგრამ უნდა იცოდეთ. რა მოხდება თუ ვერ ამოვხსნით? დეკულას მიიღებ და კლასში ჩარჩებით. ეხლა კი დამტენე. რა თქმა უნდა, ჩემო ძირფასო, ახლავე დაგტენი.
თქვენ ზედმეტ ხმას თუ გავიგებთ, სკოლიდან გაგაგდებთ. მე ის ასეთი არ მახსოვს. რატომ არის ის ასე გაბრაზებული? დაინახეთ, მან ჩემი ტელეფონი წაიღო. ო, თან ვიღაცას ესაუბრებოდა. გაგოებოთ, ცუდი წინადგრძნობა მაქვს. მგონი ბენმა მასეც მოახდინა გავლენა. მართალია ის ისე იქცევა როგორც კიტი. მას რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? არ ვიცი, როგორც ჩანს კიტი თავისით მოვიდა გონს. ტელეფონი უნდა გამოვართვათ და ეს დაწყრილი თამაში უნდა წავშალოთ. კარგი, წავედით. და ეს მაგალითი, დაივიწყე, მაინც ვერ ამოვხსნით. ბენ, შენ ესეთი მაგარი ხარ, კაპიტან რომეოზე მაგარიც კი. დაივიწყე, კაპიტანი რომეო, ახლა მე გყავარ. როგორ ჩენი ტყვი? რატომ არ ხსნით მაგალითს, სკოლიდან გაგდება გინდათ? დაიჭირეთ ის და მე ბენს წავშლი. არ მომიახლოვდნენ, ქალბატონო ნიკა. უბრალოდ მოახლოებას ცადეთ. ქალბატონო ნიკა, თქვენ თამაშის გავლენის ქვეშ ხართ. არ მომიახლოვდეთ, იცოდე. მიდით, ბენი წაშალეთ. არა, მე ჩემს გეგმას ვასრულებ. წაიშალე. რა ხდება? ფიქრობ, მას სიმართლე არ უნდა იცოდეს. თქვენ უბრალოდ თაბრუ დაგეხვათ. ხო, ალბათ მომშივდა, წავალ სასადილოში. გამოგვივიდა. ბენი ამბობდა, რომ რაღაც გეგმა ჰქონდათ. საინტერესოა რა გეგმა. იქნებ მაყურებლებმა იცოდეს, როგორ ფიქრობთ, რას აპირებდა ბენი? დაგვიწერეთ კომენტარებში. ასევე მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები.